აქვს, ესე იგი აქ ჭიაყელა უნდა დავხატოთ, color choice ცვლადი უნდა შევქმნათ. მოდი ახლა საიდან დავიწყოთ ზოგადად კოდის დაწერა. პირველ რიგში მოდი 8 უნდა დახატოს, ხო 8 წრე. 4 განსხვავებული ფერით და უნდა ვკითხოთ რადიუსი თუ რამდენი რადიუსი იყოს ეს წრეები, თითოეული წრე. ესე იგი დავწერეთ რადიუსი უდრის მომხმარებელს როდესაც ვიკითხებით რადიუსს პასუხი უნდა იყოს რიცხვი. ამიტომ უნდა დავწეროთ ჩვენ აქ int, მერე input და გავხსენებ ჭრილი და მაგალითად დავწერეთ enter radius. ესე იგი, როდესაც რანს დავაჭერთ, აქ ამოვარდება ეს ფანჯარა, გვეტყვის enter radius, შევიყვანეთ 50 და ამ ჩვენ 50 შეინახავს უკვე ეს რადიუსი, ეს ცვლადი. აქ მოდი ორ-წერტილი დავწერთ და space-ის დავწეროთ, რომ არ მიეწებოს, აი ეს კურსორი არ მიეწებოს იმას, ანუ გვერდით არ დაუჯდეს და ოდნავ მოშორდეს. შემდეგ გვინდა pen-აფი, რომ აიღოს კალამით არ დახატოს და შემდეგ გვინდა backward, რომ უკან წავიდეს. backward-ი და ახლა backward-ში ნახეთ, რამდენი პიქსელით უნდა წავიდეს უკან. ესე იგი, შუაში ხომ არის? თუ 8 უნდა დახატოს, 8 წრე. ამ შემთხვევაში 4 წრე მარცხნივ უნდა დახატოს, 4 წრე მარჯვნივ უნდა დახატოს, ხო, შუაში რომ იყოს ეს ჭიაყელა. კუ დგას აი ამ წერტილზე და უნდა მოვიდეს მარცხნივ აი ამ წერტილზე დგას, ხო, შუაში აი ამ წერტილზე და უნდა მოვიდეს აი აქ, აი ამ წერტილზე. ესე იგი, ეს 1 წრე 2 რადიუსი არის, უნდა წამოვიდეს 1 და 2 რადიუსი, ანუ აქედან აქამდე 2 რადიუსი, აქედან აქამდე 4 რადიუსი, აქედან აქამდე 6 რადიუსი და შუაში უნდა მოვიდეს. აქ რომ მოვიდეს, უკვე აქედან დაიწყებს წრის დახატვას, აი წრეს ხატავს, აი ამ წერტილიდან, ხო? ესე იგი, ბოლო ბურთზე უკვე 1 რადიუსით უნდა წამოვიდეს უკან. ესე იგი, სულ რამდენი რადიუსი გამოვიდა? 1 წრე 2 რადიუსი, მეორე წრე 4 რადიუსი, მესამე წრე 6 რადიუსი და კიდევ 1 რადიუსი, ანუ 2, 4, 6 და 7 რადიუსი, ანუ backward-ი უნდა დავწეროთ 7 უნდა გავამრავლოთ აი ამ რადიუსზე თუ რასაც მიუთითებს იუზერი. ამ შემთხვევაში runs რომ დავაჭირო, 10-ს დავწერ, მაშინ ამ შემთხვევაში 10-ჯერ 7 პიქსელით წავა უკან, ამ 70 პიქსელით წავა მარცხნივ. თუ მიუთითე 25-ჯერ 7 პიქსელით წავა მარცხნივ და ასე შემდეგ. ახლა ჩამოვიდეთ ქვევით. ახლა უკვე უნდა დაიწყოს წრეების დახატვა. და უნდა დახატოს სულ 8 წრე, მაგრამ უნდა შევგვეკითხოს ფერი, ხო? მაგ შემთხვევაში ვწერთ for I in range. აქ დავწერთ 800-ს, გადავაკვირდით 2 წრეს. დავწერთ ჩამოვალთ ქვევით. ამ შემთხვევაში ახლა pen down-ი გვინდა, რომ pen down კალამი დადოს. შემდეგ ფუნქცია შევქმნათ 1 წრის დახატვის, მაგალითად რა დავარქვათ make ჭრილები, შემდეგ pen აფი გვინდა, იმიტომ რომ 1 წრეს როდესაც დახატავს და მოვა ამ წერტილზე, აქედან აქ უნდა წავიდეს, ხო? pen აფი გვინდა და წავიდეს წინ forward-ი გვინდა რამდენი პიქსელით. გაჩნია რამდენ რადიუსს მიუთითებ აქ, ხო? თუ 10-ს მიუთითებ, მაგ შემთხვევაში 1 რადიუსი, 2 რადიუსი, ანუ 20 პიქსელით უნდა წავიდეს წინ. ყველა ვარიანტში 2 რადიუსით უნდა წავიდეს წინ. ამიტომ 2 გამრავლებული რადიუსზე. ახლა რანს რომ დავაჭირო, ეს ფუნქცია არ მაქვს შექმნილი და ამიტომ არაფერს არ იზამს, ხო? შედგომად არ იქვამს. არ ვიცი რა არის ეს ფუნქცია. დავაწყაბნეთ ეგრით, ჩამოვედი ქვევით და აქ შევქმნათ ახლა ეს ფუნქცია. define make a circle ჭრილები, ორ-წერტილი, enter. ახლა უნდა შეგვეკითხოს ფერი. ცვლადი უნდა შევქმნათ, აქ გვეუბნებოდა რომ ცვლადს დაარქვით color choice, ხო? დავაწყაბნეთ enter-ი, უდრის და ამ შემთხვევაში ფერი უნდა
შეიყვანოს მომხმარებელმა და ფერი უნდა იყოს ტექსტი, ხო? ამიტომ int აღარ გვჭირდება, უბრალოდ inputs დავწერთ. დავწერებ ჭრილი, გავხსენი ბრჭყალი და enter color. ორ-წერტილი space-ი გავხსნა enter. შემდეგ, როდესაც ფერს მომხმარებელი შეიყვანს, ამ ფერს შეინახავს color choice-ი და უნდა დავიწყოთ ფერის ჩასმა. begin fill. შემდეგ ფერი უნდა მივუთითოთ, ანუ color და ფერში ვუთითებთ აი ამ color choice, ანუ პარამეტრად ამას ვუთითებ. enter. შემდეგ უნდა გააკეთოს წრეს, circ და წრის რადიუსი უნდა იყოს აი ეს სვლადი, ანუ პარამეტრად რადიუსი უნდა მივუთითოთ, რასაც მომხმარებელი შეიყვანს აი აქ. და შემდეგ უნდა დამთავრდეს, ანუ end fill, უნდა დამთავრდეს ფერის ჩასმა. მოდი გავუშვათ ready radius 20 და ამ შემთხვევაში 20 ჯერ 7 პიქსელით დაბრუნდება მარცხნივ. აი 20 ხომევდით აქ 20 ჯერ 7-ით დაბრუნდება უკან, ანუ ბეკვარდს გააკეთებს 20 ჯერ 7, აი 20 enter სამოვიდა უკან. ახლა გვეკითხება ფერს, მაგალითად red. ხაზი დამესვა და ამიტომ ვერ აღიქვა ფერი და შავი გააკეთა. კაი. გავაკეთეთ ისე red გავწერეთ. გავაკეთეთ blue, yellow, red, green, 8 გააკეთეთ. შემდეგ დავალებთ